სალამი მეგობრებო, დღეს მინდა რომ ჩემს მეორე უსაყვარლეს ფსიქოლოგზე ერიხ ფრომზე ვილაპარაკო და ვილაპარაკო თავისუფლებაზე, როგორ აღწევს ადამიანი თავისუფლებას. პირველ რიგში რითიც მინდა დავიწყო არის რომ ფრომი ფროიდისგან განსხვავებით თვლიდა რომ არაცნობიერში მოცემული არა მარტო ჩვენი ინსტინქტები და ასე ვთქვათ ბოროტის რახვები, არამედ მთელი ჩვენი ცოდნა რეალობის შესახებ. ესეთ რაღაცას ამბობდა ფრომი, ძალიან მაქვს ჩარჩენილი ეს სიტყვა სიტყვით და მე მოგიყვებით კიდეც რატომ მაქვს ესე ჩარჩენილი, რომ ირაციონალური ვნებების გარდა ჩვენს არაცნობიერში იმალება მთელი ჩვენი ცოდნა რეალობის შესახებ. და ადამიანის ენერგიის უდიდესი ნაწილი იხარჯება იმაზე, რომ დაუმალოს საკუთარ თავს ის, რაც იცის.ას გულისხმობს ეს რეალობის ეს შინაარსი რა არის, რასაც ადამიანი გაურბის და რასაც უმალავს საკუთარ თავს, ხო? ფრომისთვის, ფრომის განმარტებით ეს არის ეგზისტენციალური წინააღმდეგობები. ადამიანი არის ერთადერთი არსება სამყაროში, რომლისთვისაც მისი საკუთარი არსებობა პრობლემას წარმოადგენს. დანარჩენი ახლა ცხოველებს ეგზისტენციალური წინააღმდეგობები არ აქვს. მის თეორიაში ძირითადი რაც განაპირობებს ადამიანის გაქცევას თავისუფლებისგან არის მარტოობის, უსუსურობის, დაკარგულობის და იზოლაციის განცდა. ამ ყველაფრის შიში. საკმაოდ ადრეულ ასაკში გამიჩნდა კითხვები, რომ ვინ ვარ მე, ვინ არის საერთოდ როგორია ადამიანი, ვინ არის ღმერთი, რატომ არსებობ სამყაროში და ასე შემდეგ. საერთოდ სამყარო როგორ არის მოწყობილი და მახსოვს რომ ძალიან მწვავედ მაწუხებდა მოზარდობის ასაკში კითხვა რა აზრი აქვს ცხოვრებას. მოგვიანებით რასაც მივხვდი იყო რომ რასაც ნამდვილად აქვს აზრი ეს არის სიყვარული და ეს არის სიყვარულით რაღაცის კეთება. და მახსოვს რომ ბავშვობიდან ძალიან მძაფრად გრძნობდი რომ ადამიანები იყვნენ რაღაცნაირად ავტომატურები, ანუ თავიანთ ცხოვრებებში იყვნენ მექანიკურები. და მე ვიყავი ძალიან პროტესტებიანი მოზარდი, სუწინააღმდეგობაში ვიყავი გარესამყაროსთან და ბავშვობიდან მოყოლებული არ შემეძლო არაფრის უკრიტიკოდ მიღება. რაც რომ მეტყოდა რომ ეს ესეა, მე მაშინვე მომდიოდა კითხვა რომ რატომ არის ესე. უნდა ამიხსნა. ეს ჩემში ნებისმიერ რაღაცაზე ყოველთვის ყველაფერი ტარდებოდა ჩემში და ყოველთვის ვსვამდი ამ კითხვებს. ამის გამო ეხლა მეჩხუბებოდნენ ხოლმე რომ რატო არიღებ ესე უპირობოდ რაღაცას რო გეუბნები ასეა, მაგრამ საბოლოო ჯამში დღევანდელი გადასახედიდან ძალიან მადლობელი ვარ რომ ესე მქონდა მოწყობილი გონება რომ უნდა დამესვა კითხვები, იმიტომ რომ კითხვების დასმა და საკუთარი ძიებები გიბიძგებს რომ რაღაც ნამდვილს მიაგნო და არ იყო მექანიკურობაში. დაუბრუნდეთ ფრომს და გაქცევას თავისუფლებისგან, რაც არის სინამდვილეში მექანიზმი რომ ადამიანმა თავი დააღწიოს მარტოობის და უსუსურობის განცდას თავისუფლების შემთხვევაში. ეს ნიშნავს ცხოვრებას სიყვარულით და შემოქმედებით. როდესაც შენს უნარებს, შენს შემოქმედებით უნარებს ავლენ და შემოქმედებითად შრომობ. ეს არ ნიშნავს რა თქმა უნდა ხელოვნებას, მაინც და მაინც რომ წერდე ან ხატავდე, მაგრამ როდესაც შენ რასაც აკეთებ, იმას აკეთებ, შემოქმედებით იმას აკეთებ სიყვარულით, რაც გაახლოვებს ადამიანებთან და სამყაროსთან გიქმნის ერთიანობის განცდას გიქმნის საკუთარ თავში და ხარ მოკლედ ჰარმონიულად. რაც შეეხება გაქცევას თავისუფლებისგან, აქ სამ მექანიზმს გამოყოფს ფრომი. ეს არის პირველი ავტორიტარიზმი, რაშიც იგულისხმება სადიზმი და მაზოხიზმი. მაზოხისტი იმდენად სუსურად და დაკარგულად გრძნობს თავს, რომ ის საჭიროებს ვიღაცას, ვისაც დაექვემდებარება, მას ჭირდება ვიღაც, ვისაც დაემორჩილება. რაც შეეხება სადისტს, მან იმისთვის, რომ იზოლაციას დააღწიოს და მარტოობას დააღწიოს თავი, ამისთვის მას ჭირდება, რომ ვიღაც დაჩაგროს.
სადისტის არც ერთ მათგანს, არც სადისტს და არც მაზოხისტს არ შეუძლია მარტო ყოფნა და არ შეუძლია ერთმანეთის გარეშე ყოფნა. როგორც მაზოხისტს ჭირდება სადისტი, ასევე ჭირდება სადისტს მაზოხისტი, რადგან ამ გზით გაურბიან ისინი თავისუფლებას და ამ გზით აღწევენ ისინი თავს მარტოობას. რადგან თავისუფლება გულისხმობს, რომ შენ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა, რომ იცხოვრო შემოქმედებითად და იცხოვრო სიყვარულით და ეს არც ერთ მათგანს, არც მაზოხისტს და არც სადისტს არ შეუძლია. მეორე, რასაც გამოყოფს ფრომი, ეს არის დესტრუქტივიზმი, როდესაც ადამიანი სრულ წინააღმდეგობაშია სხვა ადამიანებთან, ანადგურებს როგორც გარე ობიექტებს, ისე ანადგურებს სულიერ ფასეულობებს, მორალურ ფასეულობებს. ეს ადამიანი ყველაფრის განადგურებისკენ არის მიდრეკილი იმისთვის, რომ ამ გზით გაექცეს ის მარტოობის განცდას. მესამე და ყველაზე გავრცელებული ეს არის ავტომატური კონფორმიზმი, რაშიც ჩემი დაკვირვებით ცხოვრობს სამყაროს უდიდესი ნაწილი. ეს არის, როდესაც ავტომატურად რასაც მოგაწვდი, რასაც გაწვდის გარე სამყარო, ზუსტად იმ წესებით და იმ მოცემულობებით ცხოვრობ. არაფერს რო არ აშავებს ადამიანი, ისე ცხოვრობს, როგორც ცხოვრობს უმრავლესობა, მაგრამ ამ პროცესში ადამიანი რაღაცნაირად ემსგავსება რობოტს, იმიტომ რომ მთლიანად იკარგება ინდივიდუალობა და მაგრამ ეს არის გზა, რომ ადამიანმა დაძლიოს ეს საკუთარი მარტოობის განცდა, დაძლიოს რა უფრო ალბათ, რომ დაუმალოს საკუთარ თავს და ამითი გაექცეს თავისუფლებას. თვითონ ფრომი ამბობდა და ცხოვრებას რომ დავაკვირდეთ და გარე სამყაროს რომ დავაკვირდეთ, დავრწმუნდებით, რომ სიმართლეა ეს, რომ თავისუფლება შეუძლია ცოტა ადამიანს. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რატომ შეუძლია ცოტა ადამიანს, იმიტომ რომ თავისუფლება ეს არ არის, რომ რაც მინდა გავაკეთო ან მინდაზე ვიყო, ჩემი რაღაც სურვილის დასაცავად ვიღაცას ვებრძოლო ან რაღაცა, ეს არის ძალიან პრიმიტიული შეხედულება. თავისუფლება პირველ რიგში აუცილებლად ეს არის პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე, პასუხისმგებლობის სრულად აღება საკუთარ ცხოვრებაზე, რომ შენ იყო არა საკუთარი ბიოგრაფიის ან ცხოვრების მსხვერპლი ან ამ ცხოვრების შედეგი, არამედ შენ იყო ამ ცხოვრების შემოქმედი. და ეს უპირველეს ყოვლისა მოითხოვს გაცნობიერებებს და ეს უპირველეს ყოვლისა მოითხოვს იმას, რომ რასაც ამბობდა არაცნობიერში არსებულ შინაარსებზე, ეს უპირველეს ყოვლისა მოითხოვს, რომ არაცნობიერში რეალობის შინაარსს გაუსწორო ადამიანმა თვალი, რაც საკმაოდ რთული პროცესია და მოითხოვს განბედაობას და ბევრ ადამიანს ამისი განბედაობა და ამისი ძალა არ ყოფნის. თუმცა, როგორი რაღაც არის, იცით რა მაქვს შემჩნეული, რომ ხშირად ადამიანები ერთი და იგივე წრეზე დადიან ხოლმე, იმიტომ რომ ეშინიათ რაღაც დიდი ტკივილის და ამიტომ ამჯობინებენ, რომ ამ წრეზე სიარული განაგრძო. მაგრამ საბოლოო ჯამში, ეხლა მე ჩემი გამოცდილებით ვიტყვი, რომ კი ეს ტკივილი, რისიც გეშინია, არის გაცილებით დიდი, ვიდრე იმ წრეზე სიარულის დროს არსებული ტკივილი, მაგრამ ერთხელ როცა გაჩერდები და ამ ტკივილს თვალს გაუსწორებ და ამ ტკივილს დაეჯახები, მისი გავლის შემდეგ ტანჯვა, აი ეს ტანჯვის წრე, რასაც მუდმივად გადიხარ, საბოლოოდ სრულდება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჯობია, რომ ერთხელ ამ დიდ ტკივილს დაეჯახო ადამიანი და ტანჯვა დაასრულო და წრიდან გამოხვიდე, იმიტომ რომ ეს რა თქმა უნდა ანიშნავს, რომ მაშინვე მოიპოვებ თავისუფლებას, მაგრამ ამას ჭირდება მერე ბევრი მუშაობა და რა თქმა უნდა პასუხისმგებლობის მუდმივად აღება საკუთარ თავზე, მაგრამ ამით შენ დგამ პირველ რეალურ ნაბიჯს თავისუფლებისკენ. ამაზე მინდოდა დღეს ლაპარაკი. გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და ლაიქოთ.